როცა აქ ნიუ-ჯერსის ქალაქ პრინსტონში გავეცანი სახალხო დამცველის ანგარიშზე ქართული ოცნების ლიდერების გამოხმაურებებს, ასეთი აღქმა გამიჩნდა, რომ თავად ივანიშვილის გუნდი ერთი მხრივ ცდილობს იმას, რომ იოსელიანი თითქოს როგორც კრიტიკული ომბუდსმენი ასე წარმოაჩინოს, თითქოს უკმაყოფილოა მმართველი პარტია იმით, რომ ომბუდსმენმა კრიტიკული დასკვნა დადო, არადა ეს დასკვნა არის ძალიან ზედაპირული, მარტივი, მშრალი და მეორე მხრივ საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში თუ ჩვენ გაგვაკრიტიკებთ, თუ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვით, ჩვენ გაგიმეტებთ სასიკვდილოდ, ჩვენ თავს დაგესხმებით, პირდაპირ ეთერში საჯაროდ, ამას გავაკეთებთ დემონსტრაციულად და ამისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ შემთხვევაში ასეულობით საქმეა, სადაც ერთი მოძალადე პოლიციელიც არ დაუსჯიათ, გამოძიება არ მიმდინარეობს, ეს არის ფორმალური პროცესი, მაკულატურას აგროვებენ. ჩემი საქმის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 6 თვეზე მეტი გავიდა და საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ და ჩემზე თავდასხმის მომენტში რატომღაც ყველა კამერა გაფუჭდა. სათვალთვალო კამერები, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სულს, თბილისის მერიას, საქართველოს პარლამენტს, ერთდროულად გამოვიდა წყობიდან. ვისჯერა ამის. მაგრამ ეს არის რეჟიმი, ჩეჩნეთის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ამას და განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, ეს მის ოჯახს არ ეხება. ადრე თუ გვიან, როცა ჩვენ უკვე გაგვანადგურებენ, როგორც ფიზიკურად, ისე როგორც მედიას, თქვენთანაც მოვენ, თქვენც მოგაკითხავენ სახლთან აი იმ ფარდიანი ეგრეთ წოდებული წამების მანქანებით და თქვენს შვილს თქვენი ოჯახის წევრს იგივე მეთოდებით გაუსწორდებიან და სამწუხარო რეალობა ის იქნება, რომ უკვე აღარ იარსებებს კრიტიკული მედია და იმედი თქვენს გასაჭირს არ გააშუქებს, როგორც არ გააშუქა თუნდაც ჩემზე თავდასხმის ფაქტი. დღემდე ეს კადრი მათ არ უჩვენებიათ, მაყურებლისთვის არ უთქვამთ, რა დამემართა მე, რა დაემართა სხვა ასობით მომიტინგეს თუ ჟურნალისტს.